Თქვენგურებთ კურიერს 9 საათზე 670,000-ზე მეტი პენსიონერი სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი მიიღებს სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სადაზღვევო პაკეტს გაზრდილ პენსიასთან ერთად. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლისთვის ყველა პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი $100 ექვივალენტი გახდება. პენსიის ზრდა მომავალშიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურად გაგრძელდება. პენსიის ზრდის დინამიკა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სოფელ წყაროსთავში მცხოვრებ ბეჟიტაშვილების ოჯახს გააცნო. ოჯახში, სადაც 3 პენსიონერი ცხოვრობს, სექტემბრიდან თითოეულ სულზე მომატებულ $140 საპენსიო პაკეტს მიიღებენ. ჩვენ ნაბიჯ მივდივართ $100 საპენსიო პაკეტისაკენ, რომელიც მომავალ წელს იქნება და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული პენსიონერი ამ ქვეყანაში, თითოეული ოჯახი გრძნობს იმას, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა სოციალურად დაუცველს პენსიონერს, მაღალი რისკის ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაუდგეთ გვერდში. მთავრობის გეგმის მიხედვით, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს პენსიონერებს გააცნო, სექტემბრიდან $140 პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს. მანამდე კი 15 ივლისიდან მათ სადაზღვევო პოლისებს დაურიგებენ. ძალიან ბევრი გვეხარჯება საავადმყოფოში მისვლაში. ყოველ თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ ანალიზებიც ვიწერს, წამლებიც ვიწერს და მე მგონი ეს პოლისი ძალიან კარგია. თუ მეტი იქნება პენსია, მაგას რა ჯობია ეს? ძალიან კარგი იქნება. პოლისი ძალიან კარგია. უკვე ცნობილია, რომ 2012 წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტის ზრდა არ შეჩერდება და 2013 წელს პენსიონერების ყოველთვიური შემოსავალი $100-მდე გაიზრდება. პენსიების ზრდის დინამიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში ასე გამოიყურებოდა. 1995 წელს საბაზისო პენსია მხოლოდ $6 იყო. 3 წელიწადში ის გაიზარდა და $14 ავიდა. თუმცა აღარ შეცვლილა მთელი 6 წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, მომდევნო 6 წლის განმავლობაში პენსიამ თვალშისაცემა დაიწყო ზრდა და 2009-2010 წლებისთვის უკვე $80-მდე გაიზარდა. ზრდის დინამიკა 2011 წელსაც გაგრძელდა და პენსიამ საქართველოში $100 მიაღწია. ზრდადი დინამიკა 2012 წელსაც შენარჩუნდება და საპენსიო პაკეტი 2012 წლის სექტემბერში უკვე $140 იქნება. გეგმის მიხედვით 2013 წელს საპენსიო პაკეტი უკვე $100-მდე უნდა გაიზარდოს. სტატისტიკის მიხედვით პენსიების მატება წლების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად ხდებოდა. ასეთი პრინციპით გაგრძელდება პენსიების მატება მომავალ წლებშიც. დაგეგმილია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა იმ პარამეტრებში, რომ საშუალებას მოგცემს მომავალ წელსაც პენსია გაიზარდოს ამ დონემდე. წელს რაც არის განსაზღვრული, ეს არის 1 სექტემბრის პარამეტრები და მომავალი წლის ზრდა. ასაკისა და სტაჟის მიუხედავად სექტემბრიდან გაზრდილ საპენსიო პაკეტს და დაზღვევას ყველა პენსიონერი მიიღებს. ასეთი კი ქვეყანაში 700,000-მდეა.